გაყიდვები ნიჭია თუ დასწავლადი უნარია? კატასტროფულად გამომდიოდა ყველაფერი. გაყიდვა არის ერთგვარი манипуляция ადამიანის ტვინზე. თავიანთი შემოსავლის გამო შემდეგ უკვე манипуლირებენ ადამიანებს. იყიდება ჩვენი ემოცია. ჩემი აზრით გაყიდვები პროფესია არც არის, გაყიდვები არის უნარი. კაი გაყიდვები არის ის, ვინც ცუდ პროდუქტსაც გაყიდის. ეგეთი ადამიანი არის კარგი მატყუარა. ყველაზე დიდი შეცდომა გაყიდვაში რა არის? მეორედ თქვენგან კი არა, აღარავისგან აღარ იყიდეს იგივე პროდუქტს. გაყიდვები მოიაზრებოდეს, აღიქმებოდეს ცოტა აგრესორათაც. ესე რომ გააგრძელებ 10 წელიწადში მოგდები. გასთაკლება არ აფუჭებს ბრენდს. ერთადერთი რითიც შეგიძლია მოიპოვო შენი მომხმარებლების გული არის ფასი. ვიღაცა მინდა რომ კონკრეტულად გადამაწყვეტინოს ზუსტად. რაღაცა. რა ემოცია აკავშირებს ადამიანს ამ შესყიდვასთან? სახში მივადა იწვის რომ აუ რა მაგარ ფასად ფასად ვიყიდე. მე უბრალოდ მისი ემოცია უნდა დავუკავშირო იმ პროდუქტს, რომელსაც ვყიდი. აი მაგით ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას ყიდვაზე. ღირებულება ყოველთვის უნდა წონიდეს ფას ადამიანის ტვინში. მომხმარებელი ყოველთვის მართალია. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ყველას აინტერესებს: გაყიდვები და გაყიდვების ფსიქოლოგია. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ის პარტნიორი საერთაშორისო გაყიდვებში ურთიერთობის ექსპერტი იოანე ჯანოაშვილი. გამარჯობა იოანე. გამარჯობა ანა. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი. და მინდა დღეს ადამიანები ვინც მოგვისმენენ, მათთვის ჩვენი საუბარი იყოს რეალური და პრაქტიკული რჩევები გაყიდვების ფსიქოლოგიაზე. კი ბატონო. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ ხდება ადამიანი რეალურად მოთხოვნადი ბაზარზე 20-30 წლის ასაკში და არა მარტო. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა. ამით დავიწყოთ და ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან მომწონს თქვენი პოდკასტი, რაც ვნახე, როგორც აღნიშნე უკვე, ვიფიქრე რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული და ძალიან გამიხარდა რომ დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ იმით რომ მე მგონი, ჩემი აზრით ცოტა ზუმაუთი უნდა გავაკეთოთ და ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება 20-30 წლის ასაკში ადამიანმა რაღაც გეგმა დაისახოს, რა გეგმის მიხედვითაც ექნება სწორი სისტემა, რომ მიაღწიოს რაღაც დონით წარმატებას. ეხლა მე არ ვთვლი ჯერჯერობით, რომ ძალიან წარმატებული ვარ და რაღაც ვარსკვლავებს ვხსნი, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც დონით წვლილი მიმიწვის იმაში, რომ კი და ძალიან დიდი წვლილი, მოდით ესე ვთქვა. ჩემი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ესეთ პარტნიორებთან მუშაობს და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აკრედიტირებული კომპანია. დავიწყოთ იმით, რომ ახალგაზრდებმა პირველ რიგში უნდა გაიაზრონ ის, რომ მათ ჭირდებათ სისტემა. სისტემა იმისთვის, რომ ეტაპობრივად მიაღწიონ და ეტაპობრივად დაალაგონ გეგმები და მიაღწიონ საბოლოო მიზანს. სისტემურ შრომას გულისხმობთ ალბათ, ხო? არა მარტო შრომა, გათვითცნობიერება იმის, რომ რაღაცას უნდა მიაღწიონ. აი ნახეთ, მარტივად რომ ვთქვათ, მე თუ მაქვს რაღაც გეგმა, რომელიც არის ძალიან აბსტრაქტული. და ამ გეგმაზე ვფიქრობ ისე, თითქოს კონკრეტული მიზნები და ნაბიჯები არ მაქვს, არაფერი არ გამომივა. მე თუ ვფიქრობ, რომ აი მე მაგალითად მინდა რომ გაყიდვებში ვიყო წარმატებული, ეს არის უბრალოდ სიტყვები, მეტი არაფერს არ ნიშნავს ეს. და მარტივად რომ გავაკეთოთ აი ესე ზუმაუთი და ცოტა საინტერესო გავხადოთ ეს საუბარი, მოვიყვან მარტივ მაგალითს ისტორიიდან. ყველა ვიცით და გაგვიგია, რომ ალექსანდრე მაკედონელი მას ის იღწვოდა და მას უნდოდა რომ ყოფილიყო აქილევსი. და მის ნაბიჯებს იმეორებდა, ზუსტად მის ნაბიჯებს იმეორებდა, რომ აქილევსივით დიდებული ყოფილიყო. იულიუს კეისარი ახალგაზრდობაში იდგა ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკებასთან და ფიქრობდა, რომ აი მე რას წარმოვადგენ ეხლაო, როცა ალექსანდრე მაკედონელს ჩემ ასაკში უკვე მთელი მსოფლიო ქონდა დაპყრობილიო. შემდეგ
ნაპოლეონი ზუსტად იგივე ნაბიჯებს იმეორებდა, რაც კეისარი. ძალიან საინტერესო შედარებებია. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაცის მიღწევა გინდა და გინდა გახდე კონკრეტულ სფეროში ან სისტემაში წარმატებული, შენ გჭირდება რომ აიღო მაგალითი იმ ადამიანისგან, ვისაც ეს უკვე გამოუვიდა. კი ბატონო, და არა მარტო გაყიდვებში, ყველა სფეროს ეხება. აბსოლუტურად ყველა სფეროში და ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ახლა თან მით უმეტეს ქართული საზოგადოება ძალიან მარტივად გაიგებს ამას, ილია თოფურია. ილია თოფურიას აბრალებენ, რომ კონორ მაკგრეგორს ბაძავს, ზუსტად მისნაირი ტატუები აქვს და ასე შემდეგ. რეალურად აქ მიბაძვა არაფერ შუაში არ არის. ის არ ბაძავს პიროვნებას, მაგრამ ის იმეორებს ზუსტად იგივე ნაბიჯებს და მის ქცევებს, რომ მივიდეს იმ წერტილამდე, სადაც დაუშვათ კონორი იყო დიდებული, ალექსანდრე მაკედონელი იყო დიდებული და ასე შემდეგ. აბსტრაქტულად რო აღარ ვილაპარაკოთ, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით პირდაპირ, მე როგორ მოვიქეცი და როგორ მივედი იქამდე, სადაც ეხლა ვარ. დიახ, ძალიან საინტერესოა. ჯერ პირველ რიგში ცოტა ადრინდელი ასაკიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ მე მქონდა ის ბედნიერება ცხოვრებაში, რომ ადრინდელ ასაკშივე მივხვდი რა მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა კონკრეტულად რა პროფესია შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გააზრებული მქონდა რომელი უნარი იყო ის იმდენად მნიშვნელოვანი, რაც ნებისმიერ პროფესიაში გამოგადგებოდათ. კი ბატონო. ეს არის ადამიანებთან კომუნიკაცია. კი. ადამიანებთან კომუნიკაცია ჯერთი ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, ყველაზე მეც ვლაპარაკობდი ყველგან აბსოლუტურად და ადრინდელ ასაკშივე გადავწყვიტე, რომ აი რა პროფესია ავირჩიო ხა ისეთი, რომელიც სადაც ადამიანებთან მექნებოდა ურთიერთობა თქო. ზოგი მეუბნებოდა რომ ფსიქოლოგია და ასე შემდეგ, მაგრამ აი კონკრეტულად აი ესეთი მეცნიერული განხრა არ მინდოდა. მაგრამ ყველაფერი მაინც ფსიქოლოგიამდე მიდის, გაყიდვებით და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი. და გადავწყვიტე, მაშინ ერთ-ერთ ქართულ Apple-ის reseller კომპანიაში დავიწყე მუშაობა და აქედან დაიწყო ჩემი გაყიდვების, ასე ვთქვათ, შესწავლა. ჯერ საერთოდ არ მესმოდა, ეხლა მაშინ გაყიდვები რას ნიშნავდა, მეგონა რომ ადამიანს უნდა ელაპარაკო, ცოტა ბოდიში და ტვინი გაუბურღო და მიაღწიო შედეგს. ესე გავაგრძელე, მე სხვადასხვა პროფესიები შევიცვალე, იმიტომ რომ საქართველოში დიდად გაყიდვების კულტურა მაშინ არ იყო, ეხლა არ არის განვითარებული და მაშინ საერთოდ არ ყოფილა განვითარებული და რამდენიმე პროფესია შევიცვალე და ყველგან აბსოლუტურად ვეძებდი იმ ერთ რაღაცას, რომელიც აი ეხლა ძალიან მაბედნიერებს რა. ასე ვთქვათ, ყოველთვის ვიყავი არა მარტო ურთიერთობის, არამედ აი ცოტა ადრენალინის მოყვარულიც. და ვერაფრით ვერ ვნახე ვერცერთ პროფესიაში ეს ადრენალინი, რა თქმა უნდა, ხა პოლიციაში და ეს ადგილას ნამდვილად არ წავიდოდი, ამიტომ მინდოდა თან თითქოს ადამიანებთან ურთიერთობა, თან პარალელურად ცოტა ისეთი ეჯი რო ქონოდა ამ ჩემ პროფესიას და უფრო რო გამერთო ჩემი ნერვიული სისტემა. გაყიდვები სხვათა შორის ძალიან დიდი ადრენალინია. კი. კი ბატონო. და მოკლედ რო ვთქვათ, ეხა ძალიან რო არ გამიგრძელდეს, ჩემი ესე ვთქვათ transition-ი, ანუ ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა მაშინ, როცა მოხდა COVID-ი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, მეც მომიწია, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან და გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო მინახავს, დავიწყე YouTube-ზე რაღაც კურსების ყურება და ასე შემდეგ, როგორ ხდებოდა გაყიდვა, ანუ ონლაინში როგორ ხდებოდა გაყიდვა, როგორ შეიძლებოდა უცხოეთში სამსახურის შოვნა ოღონდ საქართველოდან, ანუ მაშინ დისტანციურზე რო გადავედით. აღმოვაჩინე საიტი, სადაც უცხოური კომპანიები ათავსებდნენ თავიანთ განცხადებებს და შეგეძლო პროდუქტს. კი ბატონო, და შეგეძლო დაგეწყო მათთან ერთად მუშაობა, გარკვეული ესეთი აფილიეტური სისტემა იყო რა. ესე მივაგენი ერთ-ერთ კომპანიას, ვისთანაც ერთად დავიწყე თანამშრომლობა და საერთოდ არაფერი არ გამომდიოდა. აი საერთოდ არაფერი არ გამომდიოდა, ეს კომპანია იყო, უზარმაზარი კომპანია იყო, ყავდათ სტაფინგის დეპარტამენტი, ყავდათ ვირტუალური ასისტენტების დეპარტამენტი და ჩემი საქმე იყო, რომ ეს ორივე სერვისი ჩემი თვე მე პოვნა მათი კლიენტები და მიმეყიდა ამ კლიენტებისთვის.
ეხლა რატო ყვები ამ ყველაფერს? კატასტროფულად გამომდიოდა ყველაფერი. ანუ ჩემი მთელი წარმოდგენა ჩემ თავზე რომ აი კომუნიკაცია რა მაგრად გამომდის და ხალხთან ურთიერთობა რა მაგრად გამომდის, აბსოლუტურად ჩამომენგრა. და მანდ მივხვდი რომ რაღაცა ნამდვილად შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ უკვე სხვა გზა არ მქონდა, პროფესიასაც ესე ჰაერიდან ვერ ვიპოვით. კი. ამიტომ გადავწყვიტე ზუსტად ის, რასაც ახლა ვყვები. ამ ზუსტად კონკრეტულად ამ ინდუსტრიაში არა, მაგრამ დავიწყე მაქსიმალურად მოძიება იმ მასალების და იმ წარმატებული ადამიანების ლექციების თუ ვიდეოების ყურება, ვინც გაყიდვების სფეროში იყო ნომერ პირველი. და არა მარტო მათ კონკრეტულ რჩევებს ვიღებდი თუ როგორ ყიდნენ, რა ფსიქოლოგიას იყენებდნენ ადამიანებთან თუ კომპანიებთან, არამედ მათ ცხოვრებასაც ვსწავლობდი. და მათი ცხოვრების წესის გამეორებით და ზუსტად იგივე სტრატეგიის გამოყენებით ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ გინდა რომ რაღაც ეტაპზე წარმატებული იყო და არაორდინალური, უნდა გახდე არაორდინალური შენ თვითონაც და მაქსიმალურად უნდა გააკეთო ამ ადამიანების ცხოვრების იმიტაცია. კი, და აი აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა. გაყიდვები ნიჭია თუ დასწავლადი უნარია? აი, ესეც ძალიან საინტერესო კითხვა არის. თავიდან მეგონა რომ ნიჭი იყო. მაგრამ რეალურად რაც უფრო ვიზდებით გაყიდვებში და რაც უფრო სხვადასხვა უფრო მაღალ და მაღალ საფეხურებზე ავდივართ, მით უფრო ხვდებით, რომ გაყიდვები არის სუფთა სტრატეგია და სისტემა. სტრატეგია და სისტემა. კი ბატონო. ჩემი აზრით, ყველაზე პირველი საფეხური გაყიდვების არის, როცა პირისპირ ადამიანთან ყიდი ერთ-ერთზე, B2C სექტორი ასე დავუძახოთ. და ყველაზე ბოლო საფეხური ალბათ ის არის, რასაც ეხლა მე ვაკეთებ, უზარმაზარ კორპორაციებზე მიყიდვა, სადაც 100,000 თანამშრომელი არის და წარმოიდგინეთ ამ 100,000 თანამშრომელიდან 1000 რო წვეთს იდეაში საბოლოო გადაწყვეტილება 1000 ადამიანამდე რომ მიდის, რამდენი ძალისხმევა გიწევს ადამიანს, რომ შენი გარიგება დასრულდეს წარმატებულად, ხო? ეს ხო ნიჭით მარტო ნიჭით? აქ ნიჭი ნამდვილად არის კი ბატონო. აქ ძალიან ბევრი უნარი არის საჭირო იმისთვის, რომ ნახევრამდე მაინც მიხვიდე და შენმა კონკურენტებმა ცოცხლად არ შეგჭამონ. არის საჭირო სტრუქტურა, თავიდან ბოლომდე გაწერილი, საჭირო ადამიანებით პროცესში. მე პირადად რასაც ვმართავ ახლა, ჩემი დეპარტამენტი მყავს ინჟინერების, დეპარტამენტი არის, რომელიც ლეგალურ საკითხებზე მუშაობენ და ასე შემდეგ და პარალელურად მიწევს ამ გაყიდვების ციკლის განმავლობაში პარალელურად მიწევს ყველას მართვა. აქ სისტემა თუ არ არის, გაყიდვა შეუძლებელია. მაინც მგონია, რომ გაყიდვა არის ერთგვარი манипуляცია ადამიანის ტვინზე. მე ესე ვფიქრობ. იცით რა არის? მგონია, რომ აი პროდუქტი არ იყიდება. იყიდება ჩვენი ემოცია. როგორ მივაწვდით? რას ვეტყვით და შეიძლება ძალიან ცუდი პროდუქტიც გაიყიდოს და იმასაც ვთვლი, რომ კაი გაყიდვები არის ის, ვინც ცუდ პროდუქტსაც გაყიდის. კი ბატონო. თუ თქვენ არ ფიქრობთ, აი მაინტერესებს თქვენი აზრი. მე გეტყვით ასე. პირველ რიგში გაყიდვა, სწორი გაყიდვა, გაყიდვის ის ფორმა, რომელიც არის ეთიკური და სწორი, ეგ манипуляცია არ არის. რაც თქვენ აღნიშნეთ, აი ცუდი პროდუქტის მიყიდვა, ვისაც შეუძლია, ეგეთი ადამიანი არ არის კარგი გაყიდვების სპეციალისტი. ეგეთი ადამიანი არის კარგი მატყუარა. ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ყველა პროდუქტი კარგი ხომ არ არის, მაგრამ უნდა გაყიდო. რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი კარგი არ არის, მაგრამ გაყიდვების მთელი პროცესი, ეხლა ახსნი რატო არ არის манипуляცია. ძალიან საინტერესო თემა. მთელი პროცესი არის რა? თქვენ მოდიხართ ჩემთან, თქვენ გაქვთ რაღაცა ტკივილი, რაღაცა მიზანი, რისი მიღწევაც გინდათ, ან რაღაც ნივთი, რომელიც ძალიან გაკლიათ, ხო? პარალელი რო გავავლოთ სამედიცინო სფეროსთან. ხო არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც აი პაციენტს არ ჭირდება დიდად არაფერი. მაგრამ თავისი ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს უფრო საქმე. მაგ დროს
კი ბატონო, მაგრამ ხო არიან ისეთი ექიმებიც და სპეციალისტებიც, ვინც არ ავნებს ადამიანს, მაგრამ ზოგჯერ არ არის ამდენი პროცედურა და ამდენი წამალი საჭირო, მაგრამ თავისი საკომისიოს გამო მე მქონია ეგეთი შემთხვევა ძალიან. კი, ძალიან ყველას მქონია. ეგ ხო არ ნიშნავს, რომ თვითონ მედიცინა манипуляციაა. ხო, მიხდით სადაც მივდივართ. მე როგორც გაყიდვების სპეციალისტი, ჩემი საქმე არის თქვენ მაქსიმალურად გაგიმარტივოთ შესყიდვის პროცესი, ამასობაში ზუსტად დიაგნოსტიკა გავაკეთო იმის, რა გჭირდებათ, რომ ის სერვისი თუ ის ნივთი, რომელიც არის თქვენთვის საჭირო, ზუსტად ავარჩიო, ისე რომ თქვენ ზედმეტად საფიქრალი არ გქონდეთ. აჰა. манипуляция ამ შემთხვევაში შეიძლება ხალხმა დაუძახოს იცით რას? არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ბოლომდე აზრი, იციან რომ რაღაცა უნდათ, აკითხავენ სპეციალისტთან რაღაც კომპანიას, რომლისგანაც რაღაც შეძენა უნდათ, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან. სთავაზობენ მოთხოვნებს და მან უნდა შეურჩიოს. კი ბატონო. იმისთვის რომ ჩვენ ბედნიერი და კარგი შთაბეჭდილებით გავუშვათ ჩვენი მომხმარებელი, ჩვენთვის საჭიროა რომ მაქსიმალურად გავერკვიოთ მის ტკივილში, მის მოთხოვნებში და უკვე ამის მიხედვით გავაკეთებინოთ სწორი გადაწყვეტილება და გადავადგმევინოთ ნაბიჯი ლოგიკური შემდეგი ნაბიჯისთვის, ასე ვთქვათ, რომელიც არის რაღაც ნივთის ან პროდუქტის შესყიდვა. მაგალითს მოვიყვან ჩემივე ერთ-ერთი ბოლო შემთხვევიდან, ესეთი პატარა ბუტიკი კომპანია არის ჰოლანდიაში, მათ CEO-ს ვიცნობთ ძალიან კარგად, ჩვენი პარტნიორები არიან, ჩვენგან ყიდულობენ რაღაც სერვისს, Amazon-ის ვებ სერვისების ღრუბელს ყიდულობენ ჩვენგან ყოველთვიურად და ერთ-ერთი ჩვენი პროდუქტის მარკეტინგული მეილი მიუვიდათ, თან პლატფორმაზეც ამოუხდა ეს, რომ მარტივად რო ვთქვათ, აი რაღაცა სერვისები რაც აქვთ გაშვებული, ამ სერვისების 30-40%-ს დავაზოგინებდით თანხას. აჰა. ძალიან დაინტერესდა ამით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი კონკრეტულად ტექნოლოგიურად ამაში ვერ ერკვევა საერთოდ. ანუ უბრალოდ ეს მარკეტინგული ჰუკი მოხდა. ჩავწერეთ თუ არა შეხვედრა, მოხდა ისე, რომ ამ შეხვედრის დროს მე თვითონ გავარკვიე, რომ ეს ადამიანი საერთოდ ვერ ერკვევა ამ საკითხში. და ამ მომენტში მე თავისუფლად შემეძლო ისე შემეფუთა ეს პროდუქტი, რომ მარტივად შემეძლო მიმეყიდა მისთვის ეს პროდუქტი, მაგრამ რეალურად რა მოხდებოდა? მე კი მივყიდდი ამ პროდუქტს, მაგრამ 2-3 თვეში ეს ადამიანი რომ მიხვდებოდა, რომ საერთოდ არაფერში არ ჭირდება და რეალურად ეს ყველაფერი არის მისთვის უბრალო ხარჯი, ასე ვთქვათ, ვიდრე რეალური გამოსადეგი პროდუქტი, ჩვენ დავკარგავდით ამ კლიენტს. ამიტომ манипуляция მაშინ ხდება გაყიდვა, როცა საერთოდ არ ფიქრობ ადამიანებთან ურთიერთობაზე. და შენი ბრენდის როგორ თქვა? წარმატება არა. შენი ბრენდის რეპუტაციაზე, ასე ვთქვათ. რეპუტაციაზე. მაგიტომ არის, რომ манипуляციას ძირითადად ვეძახით ისეთ გაყიდვებს, რომლებიც ხდება ძალიან სწრაფად და მალე. აი ძალიან მარტივად მოვიყვან მაგალითად სწრაფი კურსების მიყიდვა ადამიანებისთვის. ისეთი პროდუქტების მიყიდვა, რომლებიც ძალიან მარტივად თავდება, ანუ მაგალითად რაღაც სახის მოვლის პროდუქტები და ასე შემდეგ, რაც რა მომენტშიც შეგვიძლია ადამიანის ტკივილზე ისე სწრაფად ვითამაშოთ და მაგ მომენტში დავაჭიროთ ამ ტკივილს, რომ საერთოდ არ ვაფიქროთ შედეგზე. მაგრამ რეალურად ეგ ადამიანი ერთხელ თუ თქვენგან რამეს იყიდის და ამ შეცდომას დაუშვებს. მეორედ თქვენგან კი არა, აღარავისგან აღარ იყიდის იგივე პროდუქტს. ამიტომ იცით როგორ არის კარგი გაყიდვების სპეციალისტი დგას, ასე ვთქვათ, თოკზე და ძალიან ბალანსი უნდა დაიჭიროს манипуляციასა და გაყიდვას შორის. ეგეც მართალი არის. ამიტომ ნიშნულოვანია, რომ წინაზე რო ვახსენე სტრუქტურა როცა გვაქვს, ამ სტრუქტურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი პირველ ეტაპზე არის ის, რომ ადამიანთან გავიაროთ კონსულტაცია და ამ კონსულტაციის დროს გავარკვიოთ რეალურად მას რა სჭირდება, რომ ამ შედეგზე ორიენტირებულები ვიყოთ ჩვენ. იმიტომ რომ სიტყვა თვითონ გაყიდვა რას ნიშნავს? მე მაქვს რაღაც რესურსი, რისი გაცვლაც მინდა ჩემს კლიენტთან, ხო? ეს ბალანსი რო არ დაირღვეს,
მე რაც კლიენტისთვის ხომ მნიშვნელოვანია ფული და მე რაც მაქვს ეგეც პარალელურად კლიენტისთვის მნიშვნელოვანი უნდა აღმოჩნდეს, როცა გაცვლას მოვახდე. ყველაზე დიდი შეცდომა გაყიდვაში რა არის? გაყიდვის ყველაზე დიდი შეცდომა. გაყიდვების. ანუ გაყიდვების თვითონ ვინ წყიდის? ყველაზე დიდი შეცდომა გაყიდვების? კი, ჩემი აზრით ყველაზე გაყიდვებში ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ადამიანები ძალაუფლებას გრძნობენ რაღაც მომენტში. თვითონ გაყიდვების სპეციალისტები გრძნობენ ძალაუფლებას და ამ ძალაუფლებას იყენებენ ძალიან არაკეთილსინდისიერად. იმიტომ რომ იცით როგორ არის გაყიდვები ისეთი პროფესია არის. პროფესია არა, ჩემი აზრით გაყიდვები პროფესია არც არის, გაყიდვები არის უნარი. უნარი. წლები როცა აკეთებ ამას, ეხლა თავიდან ვინც იწყებს გაყიდვებს ძალიან ადრეული ნაბიჯებიდან და კარიერა ვისაც არ ეწყება დირექტორიდან და მენეჯერიდან, გაყიდვებში ძალიან ხშირად ხვდებით ვეფეთებით უარყოფას. ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკებით დღეების განმავლობაში. ყოველ დღე გვიწევს უარის მოსმენა. და საბოლოოდ წლები რო გადის, აღარაფერი აღარ მოქმედებს ფსიქოლოგიურად ჩვენზე. ანუ იმდენად გამაგრებული გვაქვს ნერვიული სისტემა, გამომუშავებული გვაქვს, აი როგორც ძალიან ხშირად ვადარებ უკვე, მაგრამ როგორც აი ექიმებს, რომლებიც ნუ აი 20-30 წლიანი გამოცდილება აქვს, თითქოს უკვე აღარ აქვს ისეთი რეაქცია ადამიანების ავადმყოფობაზე. კი, გულთან ახლოს აღარ მიაქვს, იმიტომ რომ გულთან ახლოს რომ მიიტანო, ნერვიული სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაში გექნება. იგივე არის გაყიდვებზე. გაყიდვების ის სპეციალისტები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვთ რაღაცა უარყოფა მომხმარებლებისგან, ჩავარდნა გარიგების და ასე შემდეგ. ეგ საბოლოოდ უნგრევს კარიერას. რჩებიან ისეთი სპეციალისტები, ვისაც გამომუშავებული აქვს უკვე ეს რაღაც კედელი და ამ კედლის იქით აღარაფერს აღარ ატარებენ. არც უარყოფას და სამწუხაროდ არც კლიენტებზე ფიქრს. რეალურად მე შევხედრი ვარ ადამიანებს, ვინც არიან ძალიან სერიოზული გაყიდვების სპეციალისტები, მაგრამ იმდენად ცივები და ცარიელები არიან შიგნიდან, რომ საერთოდ აღარ ადარდებთ კლიენტის და მომხმარებლის მდგომარეობა. და აი ზუსტად დავბრუნდით იმ მანიპულაციამდე, რომ მე მანიპულირებენ თავიანთი ჩეკის გამო. ანუ თავიანთი შემოსავლის გამო, შემდეგ უკვე მანიპულირებენ ადამიანებს. და აი შეიძლება ძალიან კარგი გაყიდვები მოიაზრებოდეს, აღიქმებოდეს ცოტა აგრესორადაც. შეიძლება. და აი რა შემთხვევაში ხდება ეს? კი ბატონო, შეიძლება პირველ რიგში მაგას აღნიშნავ, რომ შეიძლება, მაგრამ გაყიდვებში გვაქვს რამდენიმე მიმართულება და რამდენიმე მეთოდოლოგია. მე პირადად ვიყენებ, მე ცოტა უკვე დავიკვეხნი იმით, რომ ცოტა უკვე იმდენად ბევრი მეთოდოლოგია მაქვს გავლილი, რომ მე თვითონ ვაყალიბებ ახლა რაღაც ჩემს მიმართულებას, რომელიც ნამდვილად კარგად მუშაობს, ციფრებიც მაგაზე მეტყველებს ჩემი და არც ერთი ეს მეთოდოლოგია არ მოიცავს აგრესიულად მიწოლას კლიენტზე. მაგრამ სხვები იყენებენ, კი. მე მინახავს ძირითადად ბიზნესის და გამართლებულია თუ არა ეგ მაინტერესებს. იცით რა არის? გამართლებულია, როცა რეალურად ეხმარები მომხმარებელს. თუ მართლა ეხმარები მომხმარებელს, გამართლებულია და მოვიყვან მაგალითს, როდის არის გამართლებული. ჩემი ერთი ახლობელი ძალიან წარმატებული უცხოელი გაყიდვების ექსპერტი არის, ტრენერი არის გაყიდვების და ყავს აყვანილი, კლიენტებად აყვანილი ყავს ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც ძირითადად მუშაობენ B2C სექტორზე, ანუ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა პირდაპირ და ერთ-ერთი ესეთი სექტორი არის ფიტნეს ტრენერების ოფერების მიყიდვა ადამიანებისთვის რა. ამ შემთხვევაში 90% გაყიდვების პროცესის, გაყიდვების სპეციალისტისგან ხდება რაღაც პასიურ აგრესიული და ცოტა აგრესიული ტონალობით. იმიტომ რომ ეხა ძალიან ცუდად შეიძლება გამომივიდეს და შეიძლება ქვები მესროლონ, მაგრამ წინასწარ ვიტყვი რომ მეც სუქანი ვიყავი და ჭარბწონიანი ვიყავი და ვიცი
რა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც აქვს მაგ დროს ადამიანებს ვინც ეს მომხმარებლები ვინც ძირითადად მიმართავენ ამ ტრენერებს არიან ძირითადად ჭარბწონიანი ხალხი ვინც ვერანაირი უკვე გზით ვერ დაიკლეს ვერ წონა დაიკლეს, კი. იმიტომ კი არა რომ რაღაცა არ გამოზდით ან ნებისყოფ არ ყოფნით ან რაღაც სხვა ხდება ფსიქოლოგიური მათ ტვინში უბრალოდ მტკიცე ხელი აკლიათ ასე ვთქვათ და რამხრივ როდესაც ისინი მიდიან ექიმებთან ექიმები აძლევენ რჩევას რო ითვალისწინებდნენ უკვე მიღწეული ექნებოდათ იმ მიზნისთვის რისთვისაც იღწვიან ხო დაიყვან წონა იყვან ფორმაში ეს არ მოქმედებს უყურებენ გადაცემებს უყურებენ YouTube-ზე ვიდეოებს მაინც ბოლომდე ვერ მიყავთ საქმე ერთადერთი და მართლა მაგას ვამბობ ერთადერთი გამართლებული აი რაც ამართლებს ამ ადამიანების ცხოვრებაში და ჩემი თვალით მაქვს ნანახი არის ამ ფიტნეს ტრენერების გაყიდვების სპეციალისტების მიდგომა ამ ხალხთან აი იცით როგორი სტრესული საყურებელია იმიტომ რომ გაყიდვების პროცესში აი ფარდას ხდიან თელ ამათ ცხოვრებას, აი ბაბლს უხეთქავენ და პირდაპირ ეუბნებიან რომ ანუ ზოგჯერ გამიგია კიდევაც, აი რა რეკორდინგებს რო უსმენდი გამიგია კიდევაც, ნუ აი ესე რო გააგრძელებ 10 წელიწადში მოკვდები. შვილი ყავს, გინდა შვილის ქორწილში იყო და დაესწრო, გინდა აი ესეთი ძიმე კითხვებია ძალიან. შეიძლება შორიდან ჩანდეს რომ ეს მანიპულაცია, აგრესია, მაგრამ რეალურად ხო ეხმარებიან ადამიანს. კი, ხანდახან ადამიანს ჭირდება ნამდვილად ესეთი საუბარი. კი. უნდა დათმოს თუ არა ფასი კარგმა გაყიდვებმა და აი რა შემთხვევაში? გააჩნია პროდუქტს. გააჩნია რა მარჟა გვაქვს. და ხანდახან სტრატეგიულადაც უნდა დავთმოთ ფასი და ეგ უნდა იყოს ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ მოვიგოთ ჩვენი მომხმარებლების. და აი ფასდაკლება არ აფუჭებს ბრენდს? ფასდაკლება ბრენდს აფუჭებს თუ მთელი ბრენდი არის აწყობილი, ასე ვთქვათ, პრემიუმ ხარისხზე. როგორც არის მაგალითად, ნუ რაღაც პრემიუმ ხარისხის ტანსაცმელი. ჩვენ ხო ვერ შევალთ დაუშვათ ან ტანსაცმელი ან სამყაულები და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ვერ შევალთ Rolex-ის მაღაზიაში და ფასდაკლებას ვერ მოვითხოვთ. ვერ შევალთ რაღაც ძვირადღირებული ტანსაცმლის ბრენდის მაღაზიაში და კონსულტანტთან ვერ დავიწყებთ ფასდაკლების თხოვნას. მაგრამ არსებობს ისეთი ბიზნესები, რომლებიც რეალურად აგებული არის იმაზე, რომ თავის კონკურენტებს აჯობონ ფასდაკლებით. ეს ხდება ისეთ მარჟა უჭირავთ ისეთი, რომ ეს ხდება ისეთ მომენტებში, როდესაც სერვისი თითქმის ერთნაირია და ერთადერთი რითიც შეგიძლია მოიპოვო შენი მომხმარებლების გული არის ფასი. კიდევ მოვიყვან მაგალითს ჩემივე კომპანიიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ კომპანიას აქვს ძალიან ბევრი განხრა და ერთ-ერთი განხრა არის ესეთი ნიშური ძალიან, რომლებიც ძალიან ესეთ მცირე რაოდენობის ინჟინერებს ესმით და იყენებენ ამ პლატფორმას. ყავს 3 კონკურენტი სულ თელ მსოფლიოში, ნუ რეალურად უფრო მეტი არის, მაგრამ ეს 3 კონკურენტი არის ყველაზე ცნობილი და ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს და ძალიან ძლიერი ზურგი ყავთ, ბანკები აფინანსებენ და ასე შემდეგ. რეალურად ომი მიდის ყოველდღიურად არა მხოლოდ ფასის ცვლილებაზე, არამედ ფასის სტრუქტურის ცვლილებაზე. ხვდებით რას ვამბობ? ანუ რეალურად აი აქ უკვე მიდის ის მანიპულაცია, რომ ჩვენ არა მარტო ციფრებს ვაკლებთ და რაოდენობას, რამდენსაც კლიენტი გადაიხდის, არამედ სტრუქტურულად ვცვლით, როგორც ვაანგარიშებთ ფასს. და ეგრე მიგვაქვს და ამ სტრატეგიით მივდივართ. კი ბატონო, ანუ საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ეხლა ძალიან აბსტრაქტულად რო არ იყოს საუბარი, კონკრეტულად ავხსნი, რომ მაგალითად, როდესაც აქამდე გქონდა ფასი მხოლოდ აი დაუშვათ ესე ვთქვათ, ვაქირავთ ვირტუალურ კომპიუტერებს. და აქამდე თუ ფასი გქონდა, რომ რაღაც 10 ვირტუალურ კომპიუტერზე ვართმევდით $10 და ეგ ფიქსირებული ფასი ყველასთვის ძალიან მარტივი მისაღწევი იყო. ეხლა მთლიანად შევცვალეთ სტრუქტურა და ფასს ვაანგარიშებთ
ჩვენგან კლიენტისთვის მიღებული სარგებლის პროცენტი ხდება რეალური ფასი. და ამის რეპლიკაცია ძალიან რთული არის და ჩვენი კონკურენტები თითქმის ვერ ახერხებენ ამას. არჩევანის პარალიზზე მინდა ვისაუბროთ, ივანე. კი ბატონო. მგონია რომ ძალიან კლავს გაყიდვას. როდესაც ბევრ პროდუქტს ვთავაზობთ, ის აღარ ირჩევს არც ერთს. კი ბატონო. და მგონია რომ გაყიდვებში რაღაც 2, მაქსიმუმ 3 უნდა შევთავაზოთ და აი ამაზე მინდა რომ ძალიან კი ბატონო. კი ბატონო. ცოტა დაწვრილებით ვისაუბროთ. რატო ხდება ეს? ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ ადამიანებს როცა რაღაცა გვჭირდება, უმეტესობას კონკრეტულ მიზანს ვერ ხვდებით, რისთვის გვჭირდება ეს. იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ნივთი როცა გვინდა, ეს არის გამოწვეული ემოციით. კი. ჩვენ როცა მივდივართ რაღაც პროდუქტის ასარჩევად, იმდენ რაღაცას ხედავთ, რომ ემოცია ყველაფერს უკავშირდება. და ამის გამო კონკრეტულ არჩევანს ვერ ვაკეთებთ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაც მინდა, მე ვიცი რომ მინდა სუნამო. მივდივარ ასარჩევად, ჩემი ემოცია ის არის რომ სუნამოს დავისხავ და აი კარგ განწყობაზე დავდგები. ძალიან სხვისთვის მიმზიდველი გავხდები. მაგრამ რომ მივდივარ და ხდება 40 სუნამო, იქიდან 10 მომწონს, 10-ვე ერთი და იგივე ემოციას იწვევს. ვიღლები. ფსიქოლოგიურად და ემოციურად უკვე გადაღლილი ვარ და რეალურად ვერ ვაკეთებ არჩევანს. და ვიღაცა მინდა რომ კონკრეტულად გადამაწყვეტინოს რაღაცა. კი ბატონო, ზუსტად. ამ ეტაპზე ხანდახანდა კომენტარებშიც ხშირად ხდება ხოლმე ეგ რომ აი ვერ ვიტან რომ მოდიან და მეკითხებიან კონსულტანტები, ვერ ვიტან რომ არჩევინებენ, ჩემი დავარჩევ. ვერა. ხშირ შემთხვევაში, ხო, ანუ რა თქმა უნდა არიან ისეთი ერთეული ადამიანები, ვინც ზუსტად მინდის იცის, ზუსტად აკარჩეული, მივა იყიდის, კი ბატონო, ხა ეგეთ ადამიანს ხელი არ უნდა შეუშალო, ხო? მაგრამ თუ ხვდები რომ ადამიანი ცოტა დაბნეულია, რამდენიმე სექციაში დადის ერთდროულად და ვერ არჩევს კონკრეტულად რაღაცას, რა თქმა უნდა მივიდეთ და მივეხმაროთ. ეხა არჩევანი როგორ შეგვიძლია რომ გავაკეთებინოთ სწორ. ისევ და ისევ მივდივართ გაყიდვების სტრუქტურამდე და სისტემამდე. ვაკეთებთ ისევ და ისევ დიაგნოსტიკას თავიდან, ვარკვევთ რა ემოცია, აი თუნდაც სუნამოებზე რო ჩავიდეთ ისევ, რა ემოცია აკავშირებს ადამიანს ამ შესყიდვასთან. უნდა რომ თვითონ იგრძნოს თავი თავდაჯერებულად. უნდა რომ სხვისთვის მიმზიდველი იყოს. და ამის მიხედვით ჩვენ თვითონ ვაძლევთ ორ არჩევანს. ეს ორი არჩევანი უკვე ეს შეიძლება ცუდად გამომივიდეს. ორი არჩევანი უკვე მომხმარებლის საკეთილდღეოდ არა, უკვე შეიძლება ბიზნესის საკეთილდღეოდაც გამოვიყენოთ. ერთი იყოს ძალიან ძვირი და მეორე იყოს საშუალო ფასიანი პროდუქტი და რეალურად ვიცით, რომ ამ საშუალო ფასიან პროდუქტს აირჩევს. თუ რა თქმა უნდა, ბიუჯეტსაც გავარკვევთ აქამდე. ანუ იმის მაგივრად, რომ მივცეთ საშუალება, რომ მივიდეს ადამიანმა საათები დაახარჯოს იმას, რომ თვითონ აარჩიოს ეს პროდუქტი და ყველაზე იაფიანი წაიღოს, შეგვიძლია რომ მივიდეთ, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ, მასაც დავეხმაროთ, რომ თავისი ემოცია მიიღოს სწორი პროდუქტის მიყიდვით, მაგრამ მივყიდოთ ცოტა უფრო ხარისხიანი და მაღალფასიანი პროდუქტი. აი ძვირიანი პროდუქტი, საშუალო ფასი და დაბალფასიანი. როდის რა ფასები უნდა დავადოთ ძვირს, საშუალოს და დაბალს, რომ აი ვთქვათ, გაიყიდოს, რომელი უფრო გაიყიდება რა ხრიკით? ძალიან კარგი კითხვაა და ადამიანებს გააჩნია და სხვათა შორის გააჩნია ქვეყნებს. საქართველოზე თუ გვაქვს ლაპარაკი, საქართველოში ადამიანები ყიდულობენ და ნებისმიერ ფასსიხდიან პროდუქტში, როცა ფიქრობენ, რომ შენ როგორც გამყიდველმა წააგე და იმან მოგიგო. ამიტომ შეგვიძლია აი სახში მივა და იტყვის, რომ აუ რა მაგარ ფასად ვიყიდე. და რეალურად ეს შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. ანუ სამი ვარიანტი შევთავაზოთ. ერთი იყოს მაგალითად ყველაზე ძვირიანი იყოს 2000 ლარიანი, ყველაზე იაფიანი იყოს დაუშვათ 400 ლარიანი და საშუალო ფასიანი. აი ყველაზე საინტერესო მე მგონი საშუალო ფასია, ხო, ამ შემთხვევაში. საშუალო ფასიანი იყოს დაუშვათ 1700 ლარიანი, ხო?
განსხვავება 1700 ლარიანს და 2000 ლარიანს შორის თითქმის თუ არ არის, ეს ლოგიკურად ფიქრობს, რომ ანუ ზუსტად იგივე ხარისხს ვყიდულობ, რაც ყველაზე ძვირადღირებული პრემიუმ ხარისხის პროდუქტი არის. ვიყიდი ამას. და რეალურად გამოგდის ისე, რომ თამაშიდან საერთოდ გაყავს იაფასიანი და რეალურად თამაში რჩება მარტო პრემიუმ ხარისხის და საშუალო. და ესე ვიგებთ უკვე მარჟასაც. ზეიგარნიკის ეფექტიზე მინდა ვისაუბროთ. კი ბატონო. რაღაცა ციკლი რჩება ადამიანს ღია თავში, რაღაცა ინფორმაცია არ მიეწოდება და ამით თითქოს რაღაც ინტრიგას ვაძლევთ. კი ბატონო. ეგ გაყიდვებთან არის დაკავშირებული თუ როგორ გინდა? აი გაყიდვების კუთხით მინდა რომ წავიდეთ მიმართულებით. გაყიდვების კუთხით რომ წავიდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაყიდვების სპეციალისტმა უნდა გაითავისოს ის არის რომ თუ რაღაც კომპლექსურს ყიდი, აი მაგალითად ავიღოთ თუ გინდათ თქვენი კომპანიის მაგალითი, ხო? Travel agents ანუ ტურისტული სააგენტოს მაგალითი რო ავიღოთ, თქვენთან რომ მოვიდეს ადამიანი და უნდოდეს რაღაც ტურის შეძენა, ხო? რას აკეთებს გაყიდვების სპეციალისტი? იმის და რა ეხლა ორი პარალელი გავავლოთ, ერთი ადამიანი რომელიც არის გაყიდვების ძალიან სერიოზული სპეციალისტი და მეორე ადამიანი რომლებსაც ვეძახი order taker-ებს ინგლისურად, ანუ უბრალოდ რაღაც მოლარე ასე ვთქვათ რა, ანუ ჩვეულებრივად იღებს შეკვეთას და მეტი არაფერს არ აკეთებს. რა განსხვავება არის? ეს მეორე პიროვნება, რომლებიც გაყიდვებში კარგად ვერ ერკვევა, როცა ხედავს კლიენტს და მომხმარებას, ცდილობს რომ მაქსიმალურად ბევრი მოუყვეს თავის პროდუქტზე. მაქსიმალურად ნაკლებ დროში ჩაატიოს ეს ძალიან ბევრი ინფორმაცია და გონია რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის, მით უფრო დააინტერესებს ადამიანს. როცა არის პირიქით, აბსოლუტურად. და მაგალითი რომ მოვიყვანოთ თქვენი ბიზნესით, ტურისტულ სააგენტოში ადამიანი რომ მოდის, ჩემი როგორც გაყიდვების სპეციალისტის მიზანი არის გავაკეთო დიაგნოსტიკა, რომ საერთოდ რამ მოიყვანა აქ. ანუ მესმის რომ დასვენება უნდა ადამიანს დაუშვათ ოჯახთან ერთად წასვლა სადღაც ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის ნამყოფი. მაგრამ ჩემთვის მთავარია გავარკვიო რა ემოცია აქვს ამ მომენტში, როცა ფიქრობს დასასვენებლად წასვლაზე, იმისთვის რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივაღებინო, რომ საბოლოოდ ბედნიერი დარჩეს. ამისთვის მე არ მჭირდება რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოვყვე. კი ბატონო. მე მჭირდება რომ ავირჩიო მხოლოდ ის პროდუქტი და მხოლოდ ის ადგილი, სადაც ეს ადამიანი ბედნიერად იგრძნობს თავს. და იმ ბიუჯეტში, რასაც გეუბნება რომ ვთქვათ. კი ბატონო. ეს ბიუჯეტი მაგ გათვალისწინებული. კი ბატონო. და ამ მომენტში მე არ მჭირდება რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა მოვყვე. საერთოდ არ მჭირდება რომ ყველაფერი მოვყვე. და საერთოდ არ მჭირდება რომ ყველაფერი ავხსნა. და ღლის კიდეც და ინტერესაც უკარგავს. კი ბატონო, ინტერესაც უკარგავს. მე უბრალოდ მისი ემოცია უნდა დავუკავშირო იმ პროდუქტს, რომელსაც ვყიდი. და იმ ადგილს, სადაც ის მიდის. მეტი არაფერზე საუბარი არ არის საჭირო. და ამით ვბადებთ ინტრიგასაც. იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ემოციას რო ავიღებთ და დავუკავშირებთ ამ ადგილს, სადაც ეს ადამიანი აპირებს ჩაფრენას და თუ ვკითხავთ მაგალითად რომ აი სად გინდა ჩასვლა, სად გინდოდათ ყოველთვის რომ გემოგზაურა და თუ გეტყვიან რომ აი სადაც მზე არის, სადაც მარტივად დავისვენებ, სადაც წყალია, სადაც ოკეანე ან ზღვა არის და ასე შემდეგ. იმის მაგიროთ რომ მე დაუწყო იმაზე ლაპარაკი და ზუსტად იგივეს გამეორება, რაც ეს ადამიანი იძახის, მე მასში გამომიწვევ ემოციას რაღაც პატარა ისტორიის მოყოლით, აი მაგალითად. იმის მაგიროთ რომ ჩამოთავო რომ კი, აი გვაქვს ვარიანტები რომ გაფრინდეთ მაგალითად მალდივებზე, გაფრინდეთ ბაჰამაზე ან ასე შემდეგ, რაც არანაირ ემოციას არ ბადებს ადამიანს, შეგვიძლია მოვყვეთ, გავაკეთოთ ესეთი რაღაც. უთხრათ რომ აი ზუსტად თქვენაირი კლიენტი ყავდა 2 თვის წინ, ოჯახთან ერთად უნდა ჩაფრენა რაღაც მზიან კურორტზე და გაუშვით ამ და ამ ადგილას და აი რო ჩამოფრინდა, იმდენი ფოტოები ქონდათ გადაღებული ამ ოჯახს. ისეთ ლამაზ ადგილებში იყვნენ და სულ თავგადასავლებში და იმდენად ლამაზი დასასვენებელი ადგილი იყო, სადაც იყვნენ და ასე შემდეგ, რომ ეს ისტორია უკვე ემოციას აღძრავს.
ამ მომხმარებელში და ფიქრობს, რომ აი იმ ადამიანს ის ადამიანი როგორ კარგათაც გრძნობდა თავს. მაგრამ ბიუჯეტი არ აქვს, რომ იმ ადამიანივით დაისვენოს. აი მაგ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ნუ ამ შემთხვევაში უნდა გქონდეს ვარიანტები. რა თქმა უნდა. ან ვაზრდებინებთ ბიუჯეტს? ვარიანტები ან ყოველთვის გეუბნება, რომ უფრო ცოტას, ვიდრე ხო, რეალობაში გათვალისწინებულია. ხო, სწორია. ეგეც მომხმარებლის რა ფსიქოლოგია. თქმა უნდა. ამისთვის ჩემი აზრით, ნუ ეხლა კონკრეტულ ამ ბიზნესზე თუ არის საუბარი, არა, ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად რა თქმა ამ უნდა. ბიზნესზე კი ვისაუბროთ. ბატონო, ზოგადად ადამიანს ყოველთვის ტვინში აქვს რაღაც ბიუჯეტი გათვლილი. მაგრამ ხო არ გეუბნება იმას. ყოველთვის გონია რომ ნაკლებს გეუბნება. რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა აგიხსნით რა ხდება ამ დროს. ადამიანს ყოველთვის აქვს რაღაც ბიუჯეტი გათვლილი ტვინში, რისი დახარჯვაც შეუძლია და თავს ნებას მისცემს, რომ რაღაც პროდუქტს დაახარჯოს, ხო, ან სერვისს. არსებობენ ისეთი ადამიანების კატეგორია, ვისაც ფასის გარკვევა ვისთვისაც არის პირველი ნაბიჯი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შესყიდვის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვათ ეს შეცდომა და ფასით არ დავიწყოთ დიალოგი. იმიტომ რომ ამ ფასის თქმის შემდეგ ჩვენ რასაც ვიტყვით, აბსოლუტურად ყველაფერი დაუკავშირდება ფასს და არა ღირებულებას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ჯერ მიყვავს ღირებულებამდე საუბარი და ამ ღირებულების შემდეგ რა თქმა უნდა ვასახელებთ ფასსაც. იმიტომ რომ ღირებულება ყოველთვის უნდა წონიდეს ფასს ადამიანის ტვინში. და აი მარტივად რომ მოვიყვანოთ მაგალითი, მე მინდა დავუშვათ რაღაც მანქანის ყიდვა. მივდივარ მანქანის საყიდვად, მაგ კონკრეტული ბიუჯეტი გათვლილი, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაც მოლაპარაკებები წავმართო და დავაკლებინო ეს ბიუჯეტი, დავაკლებინო ეს ფასი მაღაზიას, ხო? ან გამყიდველს. გაყიდვების სპეციალისტის მთავარი მიზანი აქ იქნება ის, რომ პირველი დაადგინოს რა ჭირდება ზუსტად ამ ადამიანს, ამ მოთხოვნების მიხედვით. შექმნას ის ღირებულება, რა ღირებულებასაც ეს მანქანა მას მისცემს და შემდეგ უკვე დაასახელოს ფასი. იმიტომ რომ ფასზე ადამიანს როცა ექნება პრეტენზია, ჩვენი ბერკეტი არის რომ ღირებულებებს დაუბრუნდეთ და ვკითხოთ ესეთი რაღაცა რომ თქვენთვის ხო მნიშვნელოვანი იყო რომ ეს ღირებულებები გქონოდათ, ხო? მაგისთვის ყიდულობთ მანქანას. იმიტომ რომ თავიდან ვისაუბრეთ ღირებულებაზე, ეგ იყო თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოვედით იქამდე რომ ეს ფასი არის. ამ შემთხვევაში ბიუჯეტს გაზდის ყველა ვარიანტი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის ბერკეტი, რომ ვისაუბროთ ღირებულებებზე, რისთვისაც საერთოდ მოვიდა ეს ადამიანი. მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, როდესაც გვიწევს ფასის დასახელება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ნდობასაც დავკარგავთ და შეიძლება ნერვები მოუშალოთ ადამიანს. ფასის თემას ვერ ავუვლით ეგრე მარტივად დასაწყისში. თუ ეხა პირველ ჯერზე ადამიანმა გკითხა თავიდანვე ფასი და ჩვენ რაღაცნაირად შევძელით და აუარეთ ამ თემას და ვუთხარით ისეთი რაღაცა რომ კი ბატონო დავასახელებ ფასს, მაგრამ ჯობია ჯერ მაინც გავიაროთ ეს საკითხები, გავიგოთ ზუსტად თქვენ რა გჭირდება და რაც გჭირდებათ ამის მიხედვით გითხრათ ზუსტად ღირებულება და ფასიც, მაგაზე თუ დათანხმდა არ არის პრობლემა, მაგრამ არსებობს ისეთი ადამიანები, ვინც გეუბნებიან რომ არა, პირველ რიგში მაინტერესებს ფასი, იმიტომ რომ მე მაქვს ზუსტი ბიუჯეტი. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ანუ ხო თითქოს ვფიქრობთ, რომ ძალიან რთულია. პირველ რიგში ვარკვევთ მათ ბიუჯეტს. და ვეუბნებით ესეთ რაღაცას, რომ მე ძალიან ვცემ პატივს თქვენს დროს. ჩემი აზრით, ანალოგიურიც უნდა იყოს, რომ თქვენც პატივი უნდა სცეთ ჩემს დროს და ერთმანეთის დრო რომ არ დავკარგოთ. მოდი თქვენ მითხარით თქვენი ბიუჯეტი და მე დროს არ დავკარგავ, რომ ისეთი რაღაცები მოვძებნო თქვენთვის, რაც თქვენ ბიუჯეტში არ ჯდება. და მაქსიმალურად გიპოვით თქვენზე მორგებულ შეთავაზებას, რომელიც თქვენს ბიუჯეტსაც ერგება. აი ბჭყალებში ვიძახი ამ სიტყვას, შიშის მომენტიც რაღაც მომენტში, აი პირობითად დარჩა 2 ერთეული. ეგ ძალიან მოქმედებს და გონია რომ აი მაგით ხშირად იღებენ გადაწყვეტილებას ყიდვაზე. ძალიან მოქმედებს იმპულსურ ადამიანებზე. იმპულსურ ადამიანებს. კი, მაგრამ ჩემი აზრით ახლა 2026 წელს თითქმის აღარ მოქმედებს არავიზე თუ ეს არ არის რეალური ბრენდი. აი ძალიან განთქმული ბრენდი თუ არ არის, აი მაგალითად
საათების მაგალითი რო ავიღოთ, Rolex-იდან თუ დაგირეკე, თუ რიგში ხარ Rolex-ის ყიდვის და Rolex-იდან თუ დაგირეკეს და გითხრეს, რომ სულ 2 ცალია დარჩენილი, ჯერა რომ მართლა 2 ცალია დარჩენილი, იმიტომ რომ იცი რომ აქვთ, მაგრამ აღარ მოკიდიან შემდეგში რომ მიხვიდე. ამ შემთხვევაში მუშაობს. მაგრამ როდესაც გვაქვს დიალოგი კომპანიასთან მით უმეტეს და ამ დიალოგში ჩვენ ვცდილობთ რომ ეს urgency ქართული ეს მნიშვნელობა მივანიჭოთ და შევქმნათ რაღაცაი რაოდენობა თითქოს რაოდენობაში არ გვაქვს საკმარის რაოდენობაში ნივთი რომ ჩვენს ბიზნესში მართლა ესეა შეიძლება უბრალოდ ადგილები აღარ იყოს დარჩენილი. კი მაგრამ არის კატეგორია ისეთი ხალხის ვინც იტყვის რომ კი გასაგებია სხვასთან წავალ. არა არსად არის ფიზიკურად არ არის ადგილები მართლა. აი სადღაც მიფრინავს და კონკრეტულად ხო კი ბატონო ანუ თუ რეალურად არ არის ადგილები. ხო თუ რეალურად არ არის ადგილები და არ ვატყუებთ ადამიანს და რეალურად მართლა დეფიციტში არის, მაშინ მართლა ძალიან ძლიერია და მარკეტინგის დროს უნდა გავაკეთოთ ამაზე აქცენტი. მაგრამ როცა ადამიანი ხვდება რომ მარტო დღეს არ არის აქცია და ხვალაც რომ მოვიდეს და ზუსტად იგივე ფასით ხვალაც იყიდის, მაშინ ეს ნამდვილად არ მუშაობს. გასაგებია. მაინტერესებს თუ ეთანხმებით გამოთქმას მომხმარებელი ყოველთვის მართალია. მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის. ხო, მეც ეს ასე ვფიქრობ. მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის. და აი რა შემთხვევაში არ არის მართალი და რა შემთხვევაში უნდა დავიცვათ თავი. მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის და როდესაც ჩვენ ვიქცევით ისე თითქოს მომხმარებელი მართალია, მთელ ამ დიალოგს უკვე მომხმარებელი წარმართავს. დიალოგში ავტორიტეტი მომხმარებელი არის, აქედან გამომდინარე ჩვენ რეალურად ვერანაირად ვერ დავადგენთ რეალურად მას რა სჭირდება და საბოლოოდ გააკეთებს არჩევანს იმაზე, რაზეც თვითონ შეჯერდა და რაც თვითონ უნდა. და შეიძლება ეს პროდუქტი, რასაც თვითონ ირჩევს, მისთვის შეიძლება სულაც არ იყოს გამოსადეგი. რაც რეალურად შემდეგ უკვე პრობლემას შეგვიქმნის, იმიტომ რომ ჩვენი სერვისი იქნება უკმაყოფილო. ამიტომ თუ ხვდებით რომ მომხმარებელი რაღაცა შეცდომას უშვებს და წარმოდგენები აქვს ამ პროდუქტზე ან ზოგადად და ეს წარმოდგენები არასწორი არის, ჩვენ ყოველთვის უნდა ჩავუსწოროთ. ამ ჩასწორებით ჩვენ საერთოდ არ ვუშვებთ შეცდომას და პირიქით მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე კამათი ჩემს მომხმარებლებთან, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი მიზანი ის არის, რომ საბოლოოდ მომხმარებელი დარჩეს არა მარტო უბრალოდ რაღაც პროდუქტით ხელში, არამედ კმაყოფილი იმით, რა სერვისიც ჩვენ მივაწოდეთ, ხო? ამისთვის ზოგადად ერთ-ერთი გაყიდვების მეთოდოლოგია არის ესეთი, სენდლერის მეთოდოლოგია ქვია. მთელი გაყიდვები არის წარმართული კონსულტაციაზე, ანუ მე არ ვზივარ აქ იმისთვის, რომ რაღაცა მივყიდო ადამიანს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ დიაგნოსტიკა გავაკეთო, კონსულტაცია ჩავუტარო ადამიანს და ამის მიხედვით უკვე მივცე ის პროდუქტი, რაც მას სჭირდება. თუ ამ დროს ადამიანი არის მაქსიმალურად არაინფორმირებული ამ პროდუქტზე და უბრალოდ რაღაც ემოციებით მართული, ჩემი მიზანია გაყიდვების სპეციალისტვის, რომ სწორ გზაზე დავაყენო, რომ საბოლოოდ ის პროდუქტი მივცე, რაც საჭიროა. გავიგე, მაგრამ ნახეთ, თქვენ დააყენეთ სწორ გზაზე, აუხსენით ყველანაირი პლუსი, მინუსი ამ პროდუქტის, მაგრამ მაინც ბიუჯეტიდან გამომდინარე, შეიძინა ის პროდუქტი, რასაც ბევრი მინუსი აქვს. და როცა ასე ვთქვათ, გამოიყენა ეს პროდუქტი, შემდეგ პრეტენზიით მაინც თქვენთან მოვიდა. კი ბატონო, აქ დაშვებული იყო შეცდომა, ანუ ამის გამოსწორება უკვე სხვა სალაპარაკო თემა არის, შეცდომა იყო დაშვებული თავიდანვე. გაყიდვების სპეციალისტმა გააკეთა არასწორი დიაგნოსტიკა, ამ დიაგნოსტიკის მიხედვით ადამიანს ვერ აუხსნა რეალურად რა სჭირდებოდა. თქვა აუხსნა, მაგრამ ის მაინც პრეტენზიით არის. არა, ნახეთ, თუ ჩვენ თავიდანვე გავაკეთებ სწორ დიაგნოსტიკას და ამ სწორი დიაგნოსტიკით ლოგიკურად ავუხსნით ადამიანს, რომ ის არასწორია და რეალურად სჭირდება აი ეს სხვა პროდუქტი და ადამიანი მაინც იღებს გადაწყვეტილებას. კი, აი ბიუჯეტი არ ყოფნის და იღებს გადაწყვეტილებას იაფასე. ამ შემთხვევაში ჯობია საერთოდ არ მივყიდოთ.
საერთოდ პირდაპირ შემიძლია ვუთხრო, მე პირდაპირ მithქვამს ადამიანისთვის, რომ მოდი ჯობია ამის გაკეთება, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ნაკლები ფასი გადაიხადო, მოდი დაელოდე, ეხლა რამდენი გაქვთ ბიუჯეტი ვეკითხები, ეხლა მაქვს ამდენი, ხო? დაუშვათ იმისთვის, რომ ის პროდუქტი იყიდოს, რაც ჭირდება, გაორმაგება ჭირდება ამ ბიუჯეტის, იმის მაგივრად, რომ რაღაცა მივყიდო, რაც საერთოდ არ ჭირდება, მე ვურჩევ, რომ დაიცადოს, ერთი თვე, ორი თვე დაიცადოს, შეკრას ის ბიუჯეტი, რაც საჭირო არის და უკვე მოვიდეს და შეიძინოს ის საჭირო პროდუქტი, რაც მას გააბედნიერებს და მართლა დასჭირდება და არა ის ანუ შესყიდვა არ გააკეთოს შესყიდვის გამო ასე ვთქვათ რა. და ანუ ამ შემთხვევაში მაინც ჩვენს რეპუტაციას უფრთხილდებით, რა თქმა უნდა. და უფრო ჩვენს თავზე ვზრუნავთ. კი, მაგრამ მარტო ჩვენს თავზე, ანუ ორივე ის წავა და მაინც სხვაგან იყიდის. შეიძლება. კი, მაგრამ საბოლოოდ იცით რა მოხდება? სხვაგან იყიდის. არ გამოადგება ის პროდუქტი. დავამახსოვრდებით ჩვენ როგორც კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორც არა გამყიდველი, არამედ კონსულტანტი. და როდესაც იმ ბიუჯეტს მიხვდება, რომ აი ეს პიაფასიანების ყიდვას უკვე აზრი აღარ აქვს და როდესაც მიხვდება, რომ რეალურად ეს პროდუქტი ჭირდება, შეკრავს იმ ბიუჯეტს და მოვა პირველი ჩვენთან და სხვასთან აღარ. ივანე, ძალიან მინდა გითხრათ 3 ოქროს წესი გაყიდვებში. ძალიან კარგი კითხვა არის და ამისთვის დაფიქრება დამჭირდება. კი ბატონო. არ შეგეშინდეს უარის შეხედე უარს როგორც ციფრს. დაადგინე ის ზუსტი ციფრი, რამდენი უარიც გჭირდება, რომ ის ერთი კი მიიღო და ამ სისტემას მიყევი. და ახსნი რატო? საინტერესოა ძალიან. ხშირ შემთხვევაში რატო ხდება ის, რომ გაყიდვების სპეციალისტები გადამწვარები არიან და საერთოდ ძალა აღარ აქვთ, რომ გააგრძელონ მუშაობა და ძალიან ბევრი მინახავს, ვინც იცვლის ამ მიმართულებას და პროფესიას, კი. იმიტომ რომ უარს უყურებენ როგორც რაღაც პერსონალურ ემოციას ადამიანისგან, ანუ ჩვენ რო ადამიანისგან უარს ვიღებთ, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მე გავაკეთე რაღაცა არასწორად. ან თუნდაც პროდუქტი არის ცუდი. ამას უნდა შევხედოთ როგორც ერთ-ერთ ციფრს და სტატისტიკას, რომელიც გვეხმა და აგურს, ასე ვთქვათ, აი წარმოიდგინეთ რაღაც სახლის აშენება მინდა. და ეს აგურები არის უარი. და მჭირდება ძალიან ბევრი უარი იმისთვის, რომ კედელი ავაშენო და მივიდე რაღაც ერთ კიმდე. და ის ერთი კი არის კულმინაცია და ეს ერთი კი არის უკვე სახურავის რაღაც ერთი ფილა. და როცა ვიცი მე უარი განვითარებაა ჩვენი? იცით როგორ არის განვითარება არა. უბრალოდ მე რომ მაგას უყურებ როგორც სტატისტიკას, აი დაუშვათ მე ვიცი რომ 20 უარის მერე მე მაქვს კი. სტატისტიკურად. 20 მომხმარებელი რო შემოდის ჩემთან და მეუბნება დაუშვათ უარს, 21-ე სტატისტიკურად არის კი. ჩემთვის ეს უარი უკვე ცუც არაფერს არ ნიშნავს. ვიცი რომ ერთი ნაბიჯით წინ ვარ კისკენ. მაგრამ რო ვიცი რომ უნდა გავყიდო, ძალიან ბევრი კომპანია დღეს არის გაყიდვებზე, ხო, დამოკიდებული. შესაბამისად, ანაზღაურებაც გაყიდვებს აქვთ მისი გაყიდული პროდუქტიდან. ამიტომ ის ყველანაირ ხრიქს მიმართავს, რომ გაყიდოს პროდუქტი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანაზღაურება მიიღოს. რა თქმა უნდა. მისთვის 20 უარი ძალიან დიდი დარტყმაა, ასე მგონია. კი, როდესაც არ ვუყურებთ ამას როგორც სტატისტიკას. მე თუ ზუსტად ვიცი ჩემი სტატისტიკა და ჩემი სტატისტიკა არის მაგალითად თუ 10 ადამიანიდან 2 ადამიანზე ვყიდი, სტატისტიკურად და საშუალოდ, ეგ იმას ნიშნავს, რომ 7 უარს რომ მივიღებ, მერვე უარი აღარ იქნება, მერვე უარი იქნება დასტური. და აი საიდან გამომდინარე იქნება დასტური? იქ სტატისტიკიდან გამომდინარე, ანუ მე არ ვამბობ იმას, რომ პირველივე დღიდან ეს შეგვიძლია ეს სისტემა დავნერგოთ, როცა უკვე რამდენიმე თვეა მუშაობ და ზუსტად გაქვს ჩანიშნული და სისტემა აწყობილი. მოტივაციაც ხო გეკარგება ამდენი უარის შემდეგ? მოტივაცია არ არსებობს საერთოდ. მოტივაცია საერთოდ არ უნდა გქონდეს ადამიანს მით უმეტეს გაყიდვებში. მოტივაციის გარეშე როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა? სისტემით და ზუსტი გეგმით. ანუ ემოცია არ უნდა ჩართოს? არა, არანაირად. მოტივაცია ღლის ადამიანს. მე მოტივაციაზე ნამდვილად ვერ ვიქნები დამოკიდებული, როდესაც ჩემს საქმეს ვაკეთებ.
არის დღეები, როდესაც საერთოდ არაფრის კეთება არ მინდა და წოლა მინდა ბალიშზე მინდა მედოს თავი და მინდა ვიყო მაქსიმალურად მშვიდად და არაფრის კეთება არ მინდა, მაგრამ მე მაქვს სისტემა ჩამოყალიბებული, რა სისტემითაც მე არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, мотиваცია მაქვს თუ არა, ვდგები და ჩემს საქმეს გავაკეთებ. და ზუსტად ისევე მივდივართ ციფრებამდე და სტატისტიკამდე. მე თუ მაგალითად მინდა რომ თვეში რაღაც რაოდენობის პროდუქტი გავყიდო, პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ ამ პროდუქტის რაოდენობას რო გავყიდი, რამდენ თანხას ავიღებ საკომისიოს, ხო? ამ საკომისიოს ვაკავშირებ შემდეგ უკვე იმ ემოციასთან და იმ მოთხოვნილებასთან, რაც უკავშირდება ამ თანხას. აი მაგალითად მინდა რომ ზაფხულში გავაკეთო $20,000, აგვისტოში გავაკეთო $20,000, რომ ოჯახი წავიყვანო დასასვენებლად სადაც, ხო? ეს არის სისტემის კენწერო. ემოცია დაკავშირებული ამასთან. კი ბატონო. შემდეგ უკვე მიზანი. კი ბატონო, მიზანი. შემდეგ უკვე მე ვცდილობ, რომ ამ $20,000-მდე როგორ მივიდე, ეგ ციფრები დავუკავშირო ამ სისტემას. აი მაგალითად. თუ მე დღეში ვესაუბრები, თუ მე საშუალოდ ჩემი ნებისმიერი გარიგება არის დაუშვოთ $5,000, ხო? მე მჭირდება 4 გარიგება აგვისტოს თვეში, რომ მივიდე $20,000-მდე, ხო? კი ბატონო. ბუნებრივია რომ ყოველდღე ვისაც ვესაუბრები, ყოველდღე ამ თანხას ვერ მივყიდი. მე უნდა გამოვიცვალო რამდენ საუბარში და რამდენ დიალოგში ყიდულობს ადამიანი ჩემგან. ანუ თუ 10 ადამიანს ვესაუბრები და ამ 10 ადამიანიდან ყიდულობს 1, ეგ იმას ნიშნავს, რომ მე 10%-ს ვყიდი ადამიანების, ხო? 10%-ს თუ ვყიდი ადამიანების და ჩემი ერთი რეალური გაყიდვა უნდა იყოს $5,000 და გვჭირდება 4 გაყიდვა თვეში, სტატისტიკურად უნდა დავაკავშიროთ ეს 4 გაყიდვა იმ ადამიანების რაოდენობას, რამდენსაც უნდა ველაპარაკო. ანუ 100 ადამიანს თუ დაველაპარაკე, მე აქედან 10 ადამიანს მივყიდი, ხო, რეალურად. თუ 40 ადამიანს დაველაპარაკე, აქედან 4 ადამიანს მივყიდი, ხო? თვეში 40 ადამიანს დაველაპარაკები, 4-ს მივყიდი, 4-ვეს ფასი $5,000, თვეში $20,000 გამოდის. მე мотиваცია აღარ მჭირდება. გეგმა უნდა დაისახოს. мотиваცია აღარ მჭირდება. 40, ანუ უნდა გქონდეს 40 დიალოგი თვეში, რომ 4 ადამიანთან დიალოგი დასრულდეს გაყიდვით. შემდეგ უკვე ვფიქრობ იმაზე, რომ რამდენ ადამიანს უნდა დაველაპარაკო დღეში, რომ ეს 4 გაყიდვა დავდო ამ აგვისტოს განმავლობაში, ხო? და რას ვაკეთებთ? უბრალოდ ამ 40 დიალოგს ყოფთ თვეების რაოდენობაზე. ანუ საშუალოდ დღეში ასე თუ ისე 1.5 ადამიანს ვერ დაველაპარაკებით, მაგრამ დღეში 2 ადამიანს რო დაველაპარაკოთ, საკმარისია იმისთვის, რომ გეგმას მივახციოთ. და უკვე მე რო საწოლში ვწევარ ესე და აბსოლუტურად ყველაფერი მეზარება და არანაირი мотиваცია არ მაქვს. იმაზე ფიქრის მაგივრად რომ მე ეხლა უნდა ავდგე საქმე გავაკეთო და რაღაცას მივახციო, მე მაქვს ის გეგმა რომ უბრალოდ უნდა ავდგე და 2 ადამიანს დაველაპარაკო დღეს. და მაინც უნდა გააკეთო. ხასიათზე ვართ თუ არა? ხო, ანუ ბევრად უფრო მარტივია ტვინისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ის გეგმა, ჩემი სისტემა და ის გეგმა რომ აი ეხლა ავდგე და 2 ადამიანს დაველაპარაკო, ბევრად უფრო მარტივი არის კოგნიტიურად ტვინისთვის, ვიდრე იმაზე ფიქრი რომ აუ ამ თვეში 20,000 მაქვს გასაკეთებელი თუ ამ თვეში გეგმა მაქვს გასაკეთებელი თუ ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა. ტვინს უფრო სტრესავს რომ აი აუ ამ თვეში მაქვს გეგმა შესასრულებელი. არა, ამ თვეში არაფერი არ ხდება. დღეს უნდა ავდგე და 2 ადამიანს დაველაპარაკო. მორჩა. გასაგებია. ივანე, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და აი ესეთი საინტერესო და პრაქტიკული რჩევებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო კითხვებისთვის და თქვენს წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.